მოგესალმებით მეგობრებო, სტუმრად ვყავს ბატონი სოსო მანჯავიძე. ბატონ სოსო, მოგესალმები. მოგესალმებით. ბატონ სოსო, შესანიშნავი გადაცემა გქონდათ გუშინ Georgian Times-ზე, თქვენ და ბატონ თამას ტეტონაშვილს. ძალიან მოცულობითი, ძალიან შინაარსობრივი, ყველამ დამირეკა და ესე მთხოვა, რომ რახან იცოდნენ, რომ დღეს ხვალ მე და შენ უნდა შეხვედრილიყავით ეთერში, გადმომცეს პირადი პატივისცემა და ბატონ თამას გადაეცით აუცილებლად. ზუსტად აი ამ გაწეული შრომისა, რომელიც თითქმის 2013 წლიდან გაქვს დაწყებული, მე როგორც ვიცი, ძალიან სურს შენი ანალიზი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და კერძოდ რა მოხდება, ჯერ რა ხდება ამერიკის კონტინენტზე, როგორც ჩრდილოეთ ასევე სამხრეთით და რა შეიძლება მოხდეს. დოქტრინის უბრალოდ მონროს დოქტრინა რეალურად ცოცხლდება თვალს და ხელშუა და ტრამპი ამისთვის აკეთებს ყველაფერს. როგორ ფიქრობ, ამას რა მოყვება? ჩემი აზრი ეს არის, რომ სამხრეთ ამერიკაზე იგი ჯარს არ შეიყვანს და პირად უშუალო ჩართულობას არ გააკეთებს ქვეყნის მართვაში. მისი სადარდებელი არის ჩრდილოეთ ამერიკა, გრენლანდია, მექსიკა, კანადა და პანამის არხი, პანამის სახელმწიფო. რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? პირველ რიგში კიდევ ერთხელ გილოცავ არ დასულ და შესასწაულებს და დამდეგ ნაცვლისღებას გილოცავ ჩვენს მაყურებელს. პირველი რაც უნდა ითქვას, ახლა თავიდან როდესაც საუბარი წავიდა გრენლანდიაზე და გრენლანდიის მოერთებაზე, ისევე როგორც კანადის ამერიკის შეერთებული შტატების შტატად გამოცხადებაზე, ეს ტრამპის ხუშტურებად იქნა ბევრისგან აღქმული და სამწუხაროდ ასეთმა ადამიანებმა ნაკლებად ასეთმა ექსპერტებმა ისტორიის არ ამჟღავნებენ ისტორიის ცოდნას. ახლა გრენლანდიის შესახებ საუბარი იყო როდის შეერთებული შტატების დაფუძნებიდანვე, ისევე როგორც ჩვენ თუ განვიხილავთ შეერთებული შტატების ჩამოყალიბების ისტორიას, იქ დავინახავთ, რომ შეერთებული შტატებს ჰქონდა ორსახოვანი, ესე ვთქვათ, უნება იმთავითვე, ის ვითარდებოდა, ანუ ეს როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბება, როგორც იმპერია დავარქვათ, ამას ჩამოყალიბება მიმდინარეობდა როგორც ესეთ ვერტიკალში, ესე და ესე ვთქვათ, ესე ჰორიზონტალურად. ვიდრე დაუშვათ ის შეერთებული შტატები არ გადაიქცეოდა ამყვან საბაო სახელმწიფოდ, რომლის კონცეფცია ჩამოაყალიბა ადმირალმა მეჰენმა, ხო? სი პაუერა იმის შრომით ცნობილი, რომელიც ბესტსელერი იყო. მანამდე კონტინენტალური სახელმწიფო ეს პიონერების მოძრაობა და ეს Wild West, ანუ ველური დასავლეთისკენ ლაშქრობა, ასე ვთქვათ, ანუ ოკეანიდან ოკეანემდე ლაშქრობა მიმდინარეობდა და ათვისებდა მაშინდელი საფრანგეთის კოლონიები, თუ გახსოვთ, ლუიზიანა, რომელიც მარტო ლუიზიანა არის დღევანდელი. ხო, არამედ მთელი ეს შტატები, რომელიც საფრანგეთისგან გამოისყიდა, მექსიკისგან დაიპყრო ზარმაზარი ტერიტორიები და რომ არა ბრიტანეთის წინააღმდეგობა მოგეხსენებათ, ეს მარტო თავისუფლებისთვის ბრძოლა არ იყო, ის ბრიტანეთთან. იყო ომები და ბრიტანეთის თავის დროზე ბრიტანეთმა ამის მერე ვაშინგტონის აიღო თავის დროზე. ბრიტანეთმა შეაჩერა ის სწრაფვა ჩრდილოეთისკენ შეერთებული შტატების. თუმცა მე შეერთებულმა შტატებმა გამოისყიდა რუსეთისგან ასევე ალიასკა. ეს გზელი ისტორია ამაზე ფართულად ვისაუბრეთ. მე რა მინდა ვთქვა, შეერთებულ შტატებს ჭირდება იმისთვის რომ იყოს პოლუსი გეოპოლიტიკური პარამეტრების გაზრდა. ზოგადად ესეთი კანონია ახლა გეოპოლიტიკაში, რომ იმპერია რომელიც არ ფართოვდება, ის კარგავს ნელ-ნელა იმას, ანუ თუ არ იძენ ახალს კარგავ იმას, რაც გაქვს ძველად შეძენი. აი ესე. ამავე დროს ჩვენი მაგაც ვისაუბრეთ, რომ მაგალითად იგივე ისრაელი მაგალითად
მოითხოვ ისრაელი გააშღერა ეს კონცეფცია, რომ შეერთებული შტატები არ უნდა არსებობდეს როგორც ასეთი. ის ბრიტანეთის იმპერია ცდილობდა შეერთებული შტატები, ესე ვთქვათ, ნაწილი უნდა გადაცემოდა კანადასთან, ნაწილი მექსიკას, ასე ვთქვათ. ანუ ის რაც მეფე გეორგის დროს მოხდა, ანუ შეერთებული შტატების როგორც კოლონიის გათავისუფლება ბრიტანეთის იმპერიისგან, ახლაც ბრიტანელი იმპერიული მოაზროვნეები ამას ბრიტანეთის იმპერიის უდიდეს კატასტროფად მიიჩნევენ და მიაწერენ ამას მეფე გეორგის შეშლილობასაც. ის ომები, რომელიც ის სამოქალაქო ომი, რომელიც იყო შეერთებულ შტატებში, მოგეხსენებათ, და სამოქალაქო ომები ზოგადად არასდროს არ ხდება გარეჩარევის გარეშე. ვინ დააფინანსა ეს ომები და როგორ მოხდა, ამაზეც ვისაუბრეთ გუშინ. საქმე ის არის, რომ რატომ იმას გენიკა ასე ვთქვათ, ჩაურბინე ამ ისტორიულ იმას, რა ქვია, პერიპეტიებს, ესე ვთქვათ, ფართო ნახაზით. ფართო მასით. ფუნჯით ფართოდ მოხაზე, იქიდან გამომდინარე, დღესაც იგივე ხდება. და დღესაც არის წინააღმდეგობა, დაუშვათ იგივე ტრამპიზმი რაც არის, ტრამპიზმი არის ასე ვთქვათ, შეერთებული შტატების Make America Great Again რაც არის, ხო? რა არის ეს ამერიკის შეერთებული შტატების გაფართოება, გაძლიერება, მისი გეოპოლიტიკური პარამეტრების გაზრდა პლანეტარული მასშტაბით, ხო? და რომ შევხედოთ დაუშვათ ამას, დავხედოთ ზემოდან, გრენლანდია 2,200,000-იანი, 200,000-იანი კუნძულია ფართობით, ხო? იმ შემთხვევაში თუ გრენლანდიას შეერთებული შტატები დაიმკვიდრებს და ტრამპი აქ ხას უსვამს, რომ ეს არ არის დაუშვათ არენდის საკითხი, არამედ საკუთრების საკითხი. შემდეგ ჯერ იმიდგება კანადის 13 ოლქზე, რომელიც გარკვეული შეერთებული შტატების საკუთრება გახდება, ელ კანადაზე. სოსო მაპატია, გუშინაც აღნიშნეთ თქვენ, რატომ მხოლოდ 13 ოლქი და არა მთლიანად კანადა? 13 ნაწილად არის კანადა დაყოფილი და 13 შტატი. ხო, ანუ 13-ვე იგულისხმეთ, რომ მთლიანად კანადა, ანუ ხო? და არა დაუშვათ ზედა ნაწილი ის ყინულოვანი. არა, მთლიანად კანადა იქნება, თავის გრენლანდიიდან, ეს არის განზრახვა, ასე ვთქვათ. კანადაში უკვე დაიწყო სხვათაშორის განხილვები. ეხლა კანადა თავისი კოლოსალური რესურსები აქვს, ხო, კანადას. კანადა რა არის? კანადა არის იგივე დაუშვათ რო ავიღოთ პალეოგეოგრაფიულად რო ავიღოთ, კანადა ეს იგივე ციმბირია, იგივე ის არის გეოლოგიური წარმონაქმნია. კანადაში არის კოლოსალური რესურსები და ახლა ერთი წუთი წარმოვიდგინოთ, როგორც თავის დროზე რუსეთმა დაიპყრო ეს უზარმაზარი სივრცეები, ხო? იგივე პროცესი შეიძლება განვითარდეს ამ შემთხვევაში. კანადა ახლაც ეხლა რა კანადაში კანადა მთლიანად დამოკიდებული არის შეერთებულ შტატებზე და ტრამპი რას ამბობს, რომ ისე მაინც ჩვენზე არიან ისინი დამოკიდებული და რა მოხდა მე რომ თავის დროზე ეს ბრიტანეთის ის იყო, რა ქვია. ბრიტანეთმა როგორც აი დანიაში რომ შევიდნენ, ხომ ისინი ამოხდა მე რომ ნავები მიადგნენ გრენლანდიას თავის დროზე. მე ეს აძლევს საშუალებას დაუშვათ და უფლებას დანიას რომ კონდეს ამხელა ტერიტორია, რომელიც რამდენჯერ ასჯერ მეტია ვიდრე თუ რა ვიცი რამდენჯერ დანიაზე. იგივენაირად მსჯელობენ და იგივენაირად დაიწყება მსჯელობა კანადის შესახებ. ეხლა რო წარმოვიდგინოთ წინააღმდეგობის გამწევი რაც არავინ არ არის. ახლა რეალურად ახლა მართალია საფრანგეთმა კი გააგზავნა იქ 15 ჯარისკაცი და დანიამაც გამოყო 2 მარხილი, მაგრამ ამას ჭირდება დაუშვათ ერთი დროშის საფრიალება შეერთებულ შტატების იქ ყოფი ძალების მიერ. და არავის არ გამოსყიდვაზე დაუშვათ ტრამპი ამის არ ფიქრობს. ის ფიქრობს იმაზე დაურიგებია. ის მე მგონი ფანდი იყო. დიახ, რა თქმა უნდა, ხო. ყოველ შემთხვევაში განზრახვა ასეთი რო არის, მე მგონი ახლა ამაში ეჭვი აღარავის აღარ ებარება, არა?
ვინმე არის, ვისაც ეჭვიებარება ამაში. ასევე ეხლა ეს საინტერესო ის არის, რომ ტრამპის მთელი ეს მოქმედებები კლასიკური გეოპოლიტიკის იმაში ჯდება, კლასიკოსების ნაშრომების იმაში ჯდება კანონზომიერებებში, ასე ვთქვათ რა. და ტრამპს ისე ესმის ზუსტად ეს საზღვრების მნიშვნელობა, აი გრენცე უნდა ირებედო, როგორც გერმანულ გეოპოლიტიკაში იყო თავის დროზე გეოპოლიტიკის მამების მიერ ჩამოყალიბებული. და მას ყავს რჩევლები, რომლებიც აი ზუსტად ასე ამ მიმართულებით მაშვებიან ამ მიმართულებას უბიზგებენ შეერთებული შტატების ხელისუფლებას. და ზოგადად ახლა გეოპოლიტიკური ეს კანონზომიერებები გეოპოლიტიკის მიხედვით ძალოვანი ვექტორების მიმართვა კვლავ ძალაშია, როგორც ხედავთ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრი ექსპერტი დაუშვათ ცდილობს, რომ ეს დაიყვანოს რაღაც პირადულ განზრახვებზე და სუბიექტივიზმზე და ასე შემდეგ, რაც ყველანაირ ჩანს, რომ არასწორია. რაც შეეხება თვითონ სამხრეთის მიმართულებას, ახლა ტრამპისთვის ტრამპისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თქვი, საზღვარი, იმიტომაც აშენებენ კედელს მექსიკასთან. და ძალის პროექცია, ამიტომაც არის მიმართული და რესურსების კონტროლი თავისთავად ცხადია, რომ ეს მათი ძალისხმევა სამხრეთისკენ ზუსტად აი ამ როგორც ახსენე კარიბის ზღვის აი ამ სამხრეთ ამერიკის კარიბჭეს სახელმწიფოების, მოდი ასე ვთქვათ, კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია ძალის პროექციისთვის. ამიტომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მათთვის პოლიტიკურად ლოიალური რეჟიმები იყვნენ იქ. რაც შეეხება თვითონ მადუროს ისტორიას, აქ ვხედავთ ჩვენ კლასიკას, რომ ძალიან ეფექტური მოქმედება იქნა განხორციელებული და ქირურგიული ჩარევა მოხდა ელიტების, წმინდა სადაზვერვო საშუალებებით ელიტების მოსყიდვა და ასე ვთქვათ, მიკროქირურგიული ოპერაცია, როგორც. ახლა რა იყო იქ კონკრეტულად? და დღეს გამოქვეყნდა თუ არ ვთქვი, ნელსი როდრიგესსა და ტრამპს შორის ძალიან ესეთი ტკბილი სატელევიზიო. ხადია, შეერთებული შტატები არაპირებს ახლა იქ სამხედრო ოპერაციის განხორციელებას, ამაზე საუბრობთ, იმიტომ რომ ეს იქნებოდა ძალიან ძვირი და ძალიან პოლიტიკურად არამომგებიანი და მისცემდა ტრამპის მოწინააღმდეგეებს ახალ საბაბს, ესე იგი პოლიტიკური გამწვავებისათვის, ისედაც შეერთებულ შტატებში მანთხართ და სულ უფრო და უფრო მწვავდება ეს დაპირისპირება და იგივენაირი პროცესი მიმდინარეობს და იგივე ძალები აფინანსებენ სხვათა შორის იმ ახალი მოდიფიკაციით, როგორც სამოქალაქო ომის დროს ხდებოდა სხვათა შორის. და რაიმე ტიპის სამხედრო წარუმატებლობა იქნებოდა კატასტროფა, შესაბამისად იმოქმედეს ძალიან ჭკვიანურად და ძალიან სწორად თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ახლა იქ რა ხდებოდა? ეს მელს ვინ არიან ახლა ეს როდრიგესი, რომელიც ტრამპთან რომელიც დღევანდელი ვენესუელის ლიდერად მოიაზრება, ხომ? ეს როდრიგესები არიან თავის დროზე ჩავესმა, როდესაც განახორციელა ეს სოციალური რევოლუცია, მოდით ასე ვთქვათ, ამერიკელები გამოისტუმრა იმიდან, რა ქვია, ვენესუელიდან. რა ხდებოდა ამ დროს ვენესუელაში? ვენესუელა იყო ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში, ვენესუელას ჰქონდა, ასე ვთქვათ, ძალიან მაღალი ცხოვრების დონე. ის თუ არ ვთქვი, ათეულში შედიოდა ყველაზე მაღალი ცხოვრების ერთსულ მოსახლეზე შემოსავლების მიხედვით. და ვენესუელა იყო, ახლა კარაკასი იყო ცენტრი ერთ-ერთი, სადაც დასასვენებლად და საქმიანი ვიზიტებით დადიოდა მთელი მსოფლიო
ახსოვს ის კონკორდი დაფრინავდა კარაკაში. ხო, ლონდონ კარაკასი იყო პირდაპირ რეისი. კი ბატონო. მაგის გარდა, ნუ საოცრად დიდარი ქვეყანა იყო, ხო? ხო და ამავე დროს მან იგივე განხორციელდა როგორც ბევრგან სიმდიდრის დაგროვება, ხშირად არ არის და სიმდიდრე არ არის ესე პირიქით ხელს უწყობს რაღაც რევოლუციურ მოძრაობებს, იმიტომ რომ სიმდიდრის დაგროვება უფრო ზრდის სოციალურ განშრევებას და რევოლუციურ მუხტს აღვივებს და ამით სარგებლობენ ხოლმე გარე აქტორებიც შიდა რევოლუციური პროცესები მიმდინარეობს და მიმდინარეობს აი ეს ხდება ხოლმე ესეთი ტიპის ცნაური რევოლუციები და უკვე ჩავესმა ისარგებლა ყველაფერი ასე ვთქვათ რევოლუცია და ეს რატომ მოვყევი ახლა მას ყავდა თანამებრძოლები და თანამებრძოლები იყვნენ ეს როდრიგესები აი მაგალითად თუ არ ვსწრებია მელსი როდრიგესის მამა იყო გომეს როდრიგეს რომელმაც შეიპყრო ესე ვთქვათ ძევლებად აიყვანა თავის დროზე ამერიკელი ბიზნესმენები და ამერიკელებმა გასათავისუფლებლად $20 მილიონი გადაიხადეს რისთვისაც ის გახდა ესე იგი ვენესუელის გმირი და ასე ვთქვათ ბოლივარიანული რესპუბლიკის ერთ-ერთი ხატი ასე ვთქვათ და მისი სახელი ქვია კუჩებს და ასე შემდეგ. ამავე დროს ამ ქალბატონის მელსი როდრიგესის ძმები ახლავან სხედან ამერიკის შეერთებული შტატების ციხეში. არ ვიცი. კი ბატონო, 18 წელი აქვს მისჯილი და 18 წელი აქვს მისჯილი და რისთვის აქვს მისჯილი? ესენი ისინი იყვნენ. ნარკოდილერები, ანუ ისინი იყვნენ. ბიზნესმენები, ნარკობარონებს ეძახიან. ნარკობარონები. ხო, და შესაბამისად ახლა გასაგებია რომ გარკვეული ამავე დროს მან კიდე რამ ითამაშა როლი რომ მადუროს პიროვნულმა ესე ვთქვათ თვისებებმა კომპლექსურად უნდა განვიხილოთ ეს ყველაფერი რა ანუ სუბიექტური ფაქტორებიც რა თქმა უნდა დიდი იყო იმიტომ რომ მადურო თვითონ ახლა ვინ იყო მადურო იყო ავტობუსის მძღოლი საკმაოდ ესე იგი რომელიც დანიშნა ჩავესმა რატომღაც ესე იგი მათ საგარეო საქმეთა მინისტრად მიუხედავად იმისა რომ ამ სფეროში ის აბსოლუტურად არაკომპეტენტური იყო შემდეგ ნუ ჩავესის სიკვდილის შემდეგ მადურომ უამრავი გმირობა გამოიჩინა რა გახდა კონკრეტულად ტრიგერი ახლა ამ იმისთვის ომისთვის რა მისი მოტაცებისთვის თავის დროზე კი არა ერთი წლის წინ შეერთებულმა შტატებმა მადუროსთან მიაღწია შეთანხმებას ვენესუელებთან მიაღწია შეთანხმებას რომ ნავთი ესე იგი ძიმე ნავთობი იმის ვენესუელის შეერთებული შტატები აწვდიდა მათ ნავთას რო გაეზავებინათ ეს ძიმე ნავთობი და ნუ შეერთებული შტატები ფაქტურად იმისთვის ტეხასის და სხვა ამერიკის შეერთებული შტატების ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში იმპორტს აწარმოებდა, უნდა ეწარმოებინა. ანუ რატომ არის ეს ძიმე ნავთობი რო არის ფაქტურად გაუზავებლად მისი მოხმარება შეუძლებელია მისი ექსპორტი რა, იმიტომ რომ ეს არის მომოვებაც, თურმე უნდა ჩაასწრა. ბიტუმია რა, უფრო ვიდრე ნავთობი, როგორც თუ არ გააზავე და რთული ტექნოლოგიური ის არის, რა ქვია, პროცესი. ნუ არის კიდე იქ, რა თქმა უნდა, მსუბუქი ნავთობიც, მაგრამ ის მცირე რაოდენობაა შედარებით და ის დაზვერილი მარაგებს, რასაც იძახიან 300 მილიარდ ბარელს, ხომ? ახლა ეს იქ მომავლის ამბავია კიდე. ეს ხო ძალიან რთული მოსაპოვებელია, ჯერ გაურკვეველი არის თუ არა, იმიტომ რომ ეს ჩავესის დროს მოხდა სხვათა შორის. და აქვე აღნიშნოთ, რომ ტრამპს რო ქონდა შეხვედრა მენავთობეებთან, დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრილან იქ, რომ შევალთ და მოვიპოვებთ.
არა, რა თქმა უნდა და ეს ნავთობი თავის დროზე ჩავესი რომ მოვიდა ხელისუფლებაში ნავთობი ყიდა $120. და საერთაშორისო ფასი ხო? ბატონო საერთაშორისო ფასი ხო? საბაზრო ფასი. საერთაშორისო ფასი ხო და ნუ ჩავესის დროს ეს ნავთობის ბუმი იყო თან ჩავესმა გააკეთებინა სხვათა შორის აუდიტი ამ დაზვერილი მარაგების ანუ 25 მილიარდი იმიდან რა ქვია ბარელიდან ეს აიწია აი ამ 300 მილიარდ ბარელამდე თუმცა ახლა ეგეც არ ვიცი ჩვენ ზუსტად ასე არის თუ არა მაგრამ მას მნიშვნელობა არ აქვს იქ თავარი ის არის რომ ამაში ირდება კოლოსალური ისინი რა ქვია კაპიტალ დაბანდებები და ნუ ეს არ არის მარტო ეს რატომ თქვი რომ ეს არ არის მარტო ნავთობზე ეს ვენესუელის საკითხი რა იქ ვენესუელაში კიდე ძალიან ბევრი სხვა საკითხებია და პირველ რიგში გეოპოლიტიკური ის არის მიზეზთა იერარქიაში თავარი მაინც გეოპოლიტიკური ინტერესებია ხო რომ გავაგრძელოთ რაც მოხდა მადუროს ხელისუფლებას ანუ ქონდა ვალდებულებები ჩინელებთან და რუსებთან შეგახსენებთ რომ სწორედ რუსულმა სპეცრაზმა აიცილა თავიდან მისი პირველი ჩამოგდების ცდილობა ხო როდესაც იქ ამერიკელებმა ჰუმანიტარული დახმარების მოტივით იქ გააგზავნეს სამხედრო მანქანები და იქ ძალიან ესე ვთქვათ ცუდად წაუვიდათ საქმე მაშინ ჩინელებმა მოსთხოვეს მადუროს რომ შეეწყვიტა აი ეს 15 მილიარდი დოლარია ის ჰქონდა ჩინელების ვალი და ნუ ხელისუფლება ჰქონდა ის 15 მილიარდი დოლარი რუსების თუ არ ვთქვი 4-დან 5-მდე ეს და როდესაც საკითხი დაისვა როცა ჩინელებმა მოითხოვეს რომ ეს ნავთობი გადამისამართებულიყო ესე ვთქვით იმისკენ რა ქვია ინეთისკენ ჩინური კომპანიების ხელში აღმოჩენილი იყო მადურომ ნუ ესეთი კითხვა დასვა კი ბატონო მაგრამ ნავთა როგორ გავაზაოთ ეს და მაშინ აქ ჩართეს რუსეთი და სწორედ აი ეს მარინერა და ის რო იყო ეს მთელი ისტორია ამასთან არის დაკავშირებული რა იმიტომ რომ ესე იგი ფაქტობრივად რუსები ნავთას რუსები აწვდიდნენ ამას თავარი აქტორი რა თქმა უნდა ჩინელები იყვნენ და ამან გამოიწვია რა თქმა უნდა რისხვა ამ შეერთებული შტატები არ არის განწყობილი იმისთვის რომ დაუშვათ იქ ეს რესურსები რომელიც არის ჩინეთის ეკონომიკას ხმარდებოდეს შესაბამისად განრისხებულმა ტრამპმა ნუ გააკეთა ის რაც გააკეთა მოელაპარაკნენ ეს ამერიკელები ელიტებს მადურო მოიტაცეს და ამჟამად ის ზის თქვენთან ახლოს იქ ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქშია ხო თუ არ ვწდები არა ბრუკლინშია აქვე 5 თუ 6 მაილშია პრობლემა მოსამართლეა იქ სხვა 91 წლის ვადევნებ ხოლმე ხო ეგ ცნობილი დეტენშენ ცენტრია ისე რა ცნობილი დეტენშენ ცენტრია ვინ არ მდგარამო ხო ვინ არ მდგარა ძალიან სიმბოლურია ესე ტრამპს ხომ მან ჰქონდა პროცესები ზუსტად ო პარადოქსი არ არის ახლა ეს ისტორიას უყვარს ხუმრობა ანუ ვენესუელა ამ შემთხვევაში ვენესუელის საკითხი ასე პრეციზული მოქმედებებით და შიდა კულუარული და სადაზვერვო ოპერაციების შედეგად ძალიან დადებითად გადაწყდა შეერთებული შტატებისთვის და ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო იმიჯური რუსეთმა და ეკონომიკური ამ შემთხვევაში ჩინეთმა თუმცა მისთვის ეს კრიტიკული არ არის იმიტომ რომ ახლა ის ჩინეთის იმპორტი რო ავიღოთ ენერგომატარებლო ნავთობის იმპორტი იქ დაახლოებით 5% შეადგენდა ვენესუელიდან ნავთობი ასე რომ კრიტიკული არ არის თუმცა ანუ ეს 5%-იც ახლა ჩინური ეკონომიკისთვის გიგანტური მოხმარება აქვს 10 მილიონი ბარელი შესაბამისად ესე გადაწყდა
ეს საკითხი და რა ვიცი რა შემდგომ განვითარებას როგორი იქნება განვითარება, ესეც ძალიან საინტერესოა. ბატონ სოსო, ეხლა ყველა აფასებს ამ კუთხით, რომ ფაქტობრივად უფრო მეტად დაარტყა ჩინეთს, ვიდრე რუსეთს და რა არის არგუმენტი? კანადასთან რომ სატარიფო პოლიტიკა განახორციელა, გვახსოვს, ახალი მოსული იყო, კანადაში ძალიან დიდი ინტერესებია ჩინეთის. ამბობენ, რომ ფენტამინის ნაწილი ზუსტად კანადიდან შედის ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა მხოლოდ მექსიკიდან, მექსიკიდან ძირითადად ჰეროინია. პანამის ყურიდან ინაუგურაციის ახალი ინაუგურაცია იყო და ფაქტობრივად ერთი გზა ერთი სარტყელიდან პანამა გამოიყვანა. ეხლა ვენესუელაზე გადავიდა და ფაქტობრივად ჩინეთს აჭრის ფრთებს, ესე რომ ვთქვათ, ფიგურალურად. და აქ რუსეთი არავის არ გახსენებია. ანუ მეორე პლანზეა. თან ამბობენ, რომ ის გემი რომ დააკავეს, აღმოჩნდა რაღაცა international ship-ი, ქართველები, უკრაინელები, რუსები ეგრევე გაანთავისუფლეს. აქაც დაინახა მავანმა, რომ ეს არის პოლიტიკური გარიგების ნიშნები და რა რჩება ეხლა, ესე ვთქვათ, ნასუხო მასტატკი. ჩინეთი სტოვებს, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ სამხრეთ ამერიკას, თორე გამოსავალი არ აქვს, ახლა ამერიკამ დეკლარირებულად სწორებინებენ. ხო, დეკლარირებულად ფაქტობრივად ეკონომიკური ორმო გამოუცხადა და არ დაგვაუვისდეს, რომ წყნარ ოკეანეში ტაივანის პრობლემებია, იქ უამრავი სამხედრო ძალაა გადასპროცული და ასე შემდეგ და აი ამ მოვლენება თითქოს ერთი მხრივ გადაფარა კიდეც რუსეთისთვის შექმნილი პრობლემები. და ამას დაემატა კიდე ის, რომ მედიაში მიდის ესეთი ნეგატიური რეკლამა, რომ არაფრის მაქნისი არ გამოდგა რუსეთის PVO, ანუ აირსაწინააღმდეგო საშუალებები, S-300, მე მგონი ამბობენ, რომ S-400-იც კი იყო და იგლა და რაღაცები იყო და ფაქტობრივად ვერ იმუშავაო. ანუ რეპუტაციულ დარტყმასაც კი აყენებენ. ეხლა იქ მეორე საქმე შეიძლება სულ არ იყო ჩართული ის სისტემაში და იმიტომაც არ იმუშავა, იმიტომ კი არა რომ არ ვარგა. მაგრამ ფაქტია რომ რუსეთს აყენებენ რეპუტაციულ დარტყმას, ჩინეთის ფაქტორმა რაღაც ჩდილში მოაქცია ეს ყველაფერი და ეხლა კიდე ხელცხელი ამბავია რომ ვიტკოფი და კუშნერი კვლავ აპირებენ რუსეთში ჩასვლას და აი ეს ორი მოვლენა როგორ უნდა დავაკავშიროთ? ანუ რუსეთი საერთოდ რა თამაშს თამაშობს, თუ საერთოდ თამაშობს. თუ უბრალოდ საქართველოსავით მოვლენების შემყურია და მერე პაავს დაიაწევს თუ როგორც იტყვია, მერე შეხედავს რას იზავს და როგორ იზავს. აი რუსეთი ახლა ამ შემთხვევაში კი რა თქმა უნდა ჩინეთთან ერთად აღმოჩნდა ეს იმიჯური დარტყმა მიიღო, ანუ მაგრამ ამავე დროს უნდა ავითვალისწინოთ რომ ამაში მთავარი მოქმედი და ბენეფიციარი ჩინეთი იყო. რუსეთი იყო, ну, ასე ვთქვათ, წილში კომერციული თვალსაზრისით. ამავე დროს რუსეთი ნამდვილად არ არის ახლა იმ პოზიციაში, რომ შეერთებულ შტატებს გაუწიოს რეალური დაუშვათ წინააღმდეგობა სამხრეთ ამერიკაში. ეს აბსოლუტურად შეუდარებელი ძალებია დღეს. იგულისხმება აქ ძალები როგორც ფინანსური, ხომ, ახლა სადაზვერვო, იქ აგენტურული ქსელებია, იქ მთელი რიგი ბერკეტებია, რომელიც შეერთებულ შტატებს გააჩნია იქ, ხომ და ხა რუსეთი ნამდვილად არ არის საპრიწონე შეერთებული შტატებისთვის, იქ ახლა რაც უნდა კონდეს ვიღაცას ეს ფანტომური ტკივილები, იმისი, რა ქვია, საბჭოთა კავშირის დროინდელი იმპერიის, ხომ? შესაბამისად მიიღეს ის, რაც მიიღეს. ამავე დროს იქ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კრემლის მოქმედების ისინი, რა ქვია, თავისებურებები. რუსებს ხშირად საერთოდ არ აინტერესებთ ეს იმიჯური საკითხები. ისინი უფრო, ასე ვთქვათ, კონკრეტული, პრაგმატული და ხშირად გაუხმაურებელი გადაწყვეტილებების მიმღებები არიან, მოკლედ. ის იმდენად დამოკიდებული არ არიან დაუშვათ PR-ზე, როგორც აი თუნდაც იგივე შეერთებულ შტატებში არიან PR-ზე დამოკიდებული და რუსეთში მართალია არსებობს ეს შიდა ოპოზიციაც როგორც პატრიოტული ფლანგიდან, ისე ლიბერალური ფლანგიდან, მაგრამ ნუ შეუდარებელია დაუშვათ შეერთებულ შტატებში არსებული ძალთა
შეჯახების ინტენსივობა რუსეთში არსებულ დაუშვათ სიტუაციასთან, სადაც ჯერჯერობით პუტინის ვერტიკალი მთლიანად მართავს პოლიტიკურ პროცესს. ხო, რაც შეეხება ახლა თვითონ ჩინეთის რეაქციას, მას არ აქვს ასევე ძალოვანი ინსტრუმენტები, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს შეერთებულ შტატებს იგივე დაუშვათ მის უკანა ეზოში. ესე ვთქვათ. და შესაბამისად ტრამპი უკომპრომისო იქნება ასეთ შემთხვევაში, ის განახორციელებს თუ აცლის მას ამერიკული მისი მოწინააღმდეგე ძალები, ასე ვთქვათ, ვიზაც ვისაუბრეთ ჩვენ. ამის გაკეთების საშუალება თუ მიცემს ამას ამერიკის შიდა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ბრძოლების პერიპეტიები. რომელსაც ახლა რომლის ინტენსივობასაც ასევე ვადევნებთ ჩვენ თვალყურს და ვხედავთ, რომ ეს ძალიან მძიმე ფაზაშია გადასული. ხო, ჩრდილოეთ შტატები წარმოუდგენლად დაუმორჩილებლობას აცხადებენ და ჯარი შეყვანაც კი უნდა ამბოხის კანონის მიღების თანახმად. ხო, ეს ყველაფერი ეს არ არის იზოლირებული მოვლენები იმ გეოპოლიტიკური ბრძოლისგან, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ხო? და ძალიან ესეთი გამწვავებისკენ მიდის, ანუ ეს არ არის დაუშვათ ცალკეული შემთხვევები და ეს გაიზრდება ეს წინააღმდეგობა, მინდა ვთქვა. და რაფორმებში გადავა ეს კიდევ ეს სხვა საკითხი. რაც შეეხება ტაივანის თემას, ხომ ახლა ბევრი ამაში ხედავს დაუშვათ ამ სამეულის მიერ მსოფლიოს გადანაწილების ნიშნებს. და ერთგვარად ახალი იალტის ან ახალი პოცდამის სურათსაც ადარებს ეს. რუკაც გამოქვეყნდა მოგეხსენებათ, ხო, ტრამპია, პუტინია და სიძინპინია, ესე ხო, ნახეთ, ხო, გავლენის ზონების მიხედვით. ხო, სადაც მოხაზულია ეს ტრამპის საზღვრები, თავის გრენლანდიან, კანადიან, იმიანა და ქვია მექსიკიანა, შორის და სამხრეთ ამერიკიანა, რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში და ჩინეთი ეს მისი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის იმ ნაწილში, სადაც ის დომინირებს. თუმცა ახლა ეს არ ითვალისწინებს ესეთი ტიპის გადანაწილების იდეის ავტორები, ანუ იმ მოსაზრების ავტორები, რომ უკვე ეს გადანაწილებს, უკვე მიღებული წვეტილებების იმპლემენტაციის პროცესი, იმას რომ სამყარო შეიცვალა და ძალიან ბევრი ისეთი ქვეყანა აღმოცენდა და გაძლიერდა, რომლებიც არ დაემორჩილებიან მსგავსი ტრიუმვირატის წარმოქმნას პლანეტა დედამიწაზე. ესენი არიან მაგალითად იგივე ინდუეთი, რომელსაც თავისი ამბიციები აქვს და იქ არის მოძრაობა ჰინდუტვა, მოგეხსენებათ, ჰინდური ნაციონალიზმი, რომელიც ინდოსტანის მთელ ნახევარკუნძულზე ლამობს, ასე ვთქვათ, თავისი გავლენების აღდგენას და სხვა შორის ბევრი წინასწარმეტყველებს ახალ პრობლემებს პაკისტანსა და ინდოეთს შორის. იგივე დაუშვათ თურანი პროექტი, სადაც ბრიტანეთი თურქეთთან ერთად ძალიან სერიოზულ ძალისხმევას ახორციელებს ამ თურქეთის ძალის ახალ ცენტრად გადაქცევის გზაზე. იგივე დაუშვათ სამხრეთ ამერიკაში ბრაზილია, რომელიც გახლავთ უზარმაზარი პოტენციალის მქონე ქვეყანა, როგორც მოსახლეობის რიცხვის, ასევე რესურსების და ასევე ადამიანისთვის სასარგებლო ნიადაგების თრივ, აი მაგალითად რო ავიღოთ ჩვენ ხომ 6 ის არის, რა ქვია, ადამიანის ცხოვრებისთვის კეთილის ყოფილი ზონები 6 იყოფა, ანუ ყველაზე საუკეთესოდან ყველაზე უარესამდე, ხო? აი ყველაზე უარესი არის მაგალითად გრენლანდია. და ყველაზე საუკეთესო არის მაგალითად ადგილ-ადგილა გვაქვს ისეთი ტერიტორიები, სადაც არის ძალიან რთული კლიმატი,
საუკეთესო ნიადაგი, რესურსები, წყალი და ასე შემდეგ, ასეთის რაოდენობით, ანუ პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის ტერიტორიების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში პირველ ადგილზეა სხვათა შორის. ასევე ძალიან ინტენსიურად ვითარდება ეკონომიკა. ასე რომ აი მე რა ვთქვი ახლა, არავის კიდე ბრიტანეთის იმპერია ჯერჯერობით არსებობს, ბრიტანეთის თანამეგობრობა. და უამრავი კიდე ამბიციური ქვეყნებია, იგივე იაპონია, ვიღოთ სამხრეთ კორეა, ვიღოთ, ხომ? ეს არ არის უკვე ის მსოფლიო, სადაც დაუშვათ ასე უკარნახებს შენებას ყველა როცა სამი ეს რომ გადაანაწილო. ან გადახაზო რა მარტივად. რო გადახაზო, ხო ეგ აღარ არის უკვე ის კოლონიური ეპოქა და პოსტკოლონიური ეპოქა, საერთოდ განსხვავებული რეალობა. ამიტომ არ მიმაჩნია რომ დაუშვათ რომ იყოს ასეთი ტიპის მოლაპარაკების ცდილობები, ეს წარმატებით ამთავრდება, ან დაუშვათ არ დაირღვევა რამდენიმე წელიწადში, მაგალითად იგივე შეერთებულ შტატებში ძალაუფლების ხელისუფლების ცვლის პირობებში, ხო, იმიტომ რომ ვხედავთ რომ რადიკალურად განსხვავებული მიდგომები აქვთ იგივე დემოკრატებს და რესპუბლიკელებს ამ საკითხების მიმართ. ასე რომ ახლა ჩინეთის მიერ აი ის რომ ახლა რახან ვენესუელაში ესეთი გავლენის განხორციელება მოხდა და მოხდა ჩინეთს ნება მიეცა რომ დაიპყროს იქ ტაივანი და შეერთებული შტატები ამაზე თვალებს დახუჭავს როგორც ამბობენ, ან დაუშვათ რუსეთს მიეცემა კარგლანში უკრაინაში. ნუ ეს არასწორად მიმაჩნია, იმიტომ რომ უკრაინაში გარდა არ და ამ გეოპოლიტიკური საკითხებისა, კიდე სხვა აქტორებიც არიან, ვინც ამას ეს აქტორები ხოთაშორის ძალიან ღრმად არიან შესული. როგორც რუსეთის, ისე უკრაინის და ასევე შეერთებული შტატების მმართველ სტრუქტურებში, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს და მათ მხარს უჭერს მაგალითად იქ ყოფი ძალიან სერიოზულად წარმოდგენილი ევროკავშირი და ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურები. ასე რომ მსოფლიოში ეს პაზლი, ეს კალეიდოსკოპი მუდმივად ცვლადია და არ ექვემდებარება ჯერჯერობით აი დასტაბილურების ნიშნები არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში მე ამას ახლა ვერ ვხედავ, ეს ფლუქტუაცია კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ბატონ სოსო, ჩინეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მართლა საინტერესოა იქ განვითარებული მოვლენები, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ კიდევ სანამ მოქმედებს ეს პერსპექტივა იმისა შუა კორიდორის და ჩვენი ანაკლიის პორტის, ყოფნა არ ყოფნა და ასე შემდეგ, ჩვენთვის პირადად მე ესე მიმაჩნია და შენი აზრიც მაინტერესებს. რუსეთი არის ჩვენთვის გადამწყვეტი ამ შემთხვევაში. რა დარტყმები მიიღო რუსეთმა? რეპუტაციულზე აბსოლუტურად გეთანხმები 2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთმა საერთოდ რეპუტაციაზე უარის თქვა და აღარც ადარდებს, ანუ აღარ აქვს სამართლებრივ წყებაში საერთოდ ეს რეპუტაცია. მაგრამ აქ ნახე როგორი მომენტია. ესე იგი ვენესუელაში, მოდი ესე ვთქვათ, მარცხი, აქეთკენ გადმოვინოცლოთ, სირიაშიც ითვლება რომ მარცხია, ახლო აღმოსავლეთში, ერაყზე გავლენები, დიდი ხანი ქონდა მაგას დაკარგული, იქ ავღანეთზეც ხელი აქვს ჩაქნეული. ეხლა ირანი დგას დღის წესრიგში და იქაც რეალურ ქმედით უნარიანს ვერაფერს ვხედავთ და გამოდის რა, რომ ფაქტობრივად მისი არეალი ქმედების რეალური რჩება უკრაინა და სამხრეთ კავკასია და ალბათ შუა აზიის ნაწილი, იმიტომ რომ იქაც ჩინეთის ინტერესებია და სამხრეთ კავკასიას ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდეთ, ანუ კონკრეტულად საქართველოზე, მაგრამ ეხლა უკრაინაზე რა მაინტერესებს და აი ზუსტად და დროულად აღნიშნე რა. ესე იგი, ამერიკელებმა იქ მართლა ქირურგიული სიზუსტით იმოქმედეს და გააკეთეს ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ. პუტინს ჰქონდა ჩვენი ბოლო საუბრისას აღნიშნეთ კიდეც, რომ მან თქვა, რომ ჩვენ უკრაინაში ქირურგიული სიზუსტით მოქმედებთ. თუმცა, ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებს. ახლა დაბომბილი სამშობიარო და ასე შემდეგ. გასაგებია, როცა იბომბება, იქ ტყვია არ არის ნაღმი, იმას ზუსტად იმაში ვერ გაარტყა ლათიანში. მაგრამ ესეთი აზრი მუსიირებს, რომ თუ ამერიკელებს შეუძლიათ მსგავსი მოქმედებები, თვითონ თავად რუსეთი რატო წელავს ამ უკრაინის პრობლემას? საერთოდ რა არის ამ რუსეთ-უკრაინის ფილოსოფია და აქ მე ჩემი პირადი აზრია, რომ იმდენად გადახლართული არის
თვითონ უკრაინა-რუსეთის ინტერესები, რომ ესე მარტივად ომის მოგება არ ნიშნავს, რომ გახვიდე და ლვოვში მაგალითად ალამი ჩაარჯო. და აი ამაზე მსურდა შენთან საუბარი, თან შენ ახსენე ზუსტად ის აქტორები, რომლებიც არც უკრაინელები არიან და არც რუსები არიან. იქ არის ფინანსური ოლიგარქატი, ეს არის დიდი სიონისტური მოძრაობის გამოვლინება და მათი საცეცები და აი თუ შეიძლება რომ ამაზე 2-3 სიტყვა თქვა. რატო იქცევა რუსეთი ესე ინერტულად ამ ფრონტის ხაზზე? ნუ ახლა დიდი აღმოჩენები არ დაგვჭირდება ჩვენ ახლა საკმარისია რამდენიმე ოპერაციით გადავიდეთ დაუშვათ იგივე რუსულ საიტებზე და რუსულ არხებზე, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პუტინის, ზელენსკის მოქმედებენ და კიდე ტრამპის სხვათა შორის მოქმედებენ გარკვეული რელიგიური მოძრაობის ინტერესების შესაბამისად და პოულობენ ამისთვის უამრავ ლოგიკურ არგუმენტს, ნუ ჩვენ ამ შემთხვევაში ახალ არაფერს არ ვიტყვით, აი ყველაფერი არის ნათქვამი, ხო? და მათ აქვთ რაც საინტერესოა არგუმენტები, რომელიც გამოიხატება კონკრეტულ მოქმედებებში. ახლა დავიღოთ დაუშვათ აი ელემენტარული რამეები, აი მაგალითად. აი ომი ირანსა და ისრაელს შორის, ხო? როცა ომია, პირველი სამიზნე არის მოწინააღმდეგის სტრატეგიული ობიექტები და მისი ხელმძღვანელობა, ხო? და ამ ხელმძღვანელობის ესე ან ძალაუფლების განხორციელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ასე არ არის? დიახ. ჩვენ ნახეთ ხომ 12-დღიანი ომის დროს ლამის თავი მოკვეთეს ირანის მთელ მმართველობას. ირანი უზარმაზარი ქვეყანაა თავის თავდაცვის ინსტრუმენტებით და ასე შემდეგ. 1500 კილომეტრია ისრაელი იქიდან სხვათა შორის. ნახეთ ხომ როგორც განხორციელდა, ანუ ეს იყო სასტიკი დარტყმები და არერიდება დაუშვათ ისრაელი, როცა მას სჭირდება თავისი ინტერესების დაცვა, არერიდება მოწინააღმდეგისთვის ასეთი დარტყმების მისვლა. იმისთვის რომ დეზორგანიზაცია მოახდინოს მოწინააღმდეგეს, იგივე ახლა დავში რევოლუციური პროცესი რო წავიდა ირანში, ხო ნახეთ ახლა ვინ იყო, ვინ დგას ამის უკან. იგივეს ხედავთ ჩვენ რუსეთის მხრიდან, რა თქმა უნდა არ ხედავთ, იმიტომ რომ არც ერთი ესე საჰაერო შეტევითი ოპერაცია არ განხორციელებულა დაუშვათ, არც სამთავრობო შენობებზე, არც მოწინააღმდეგის წყალებში, იმაზე რა ქვია. არა და ნოვგოროდის დარტყმის მერე ყველა ელოდა რომ ზუსტად ბანკოვის მე არ ველოდი. მაგალითად. აი ზუსტად იმიტომ შენი აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აი ხა სახუმარო თემა არ არის არ ველოდი მე. კუპიანსკის ყოფნა არ ყოფნის და ვის ხელში არის ეს დასახლებული პუნქტი, ქალაქი არ ვიცი რამ ხელა კუპიანსკი. დღეს გენერალურ შტაბში კიდე ამაზე მიდიოდა მსჯელობა და რუსები ამკიცებენ არა ჩვენ ხელში არისო. აი კომიკურ დონემდეა უკვე დასული ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, კომიკურ დონემდეა ახლა მე მაგალითად როდესაც რამდენიმე ვესაუბრე იქ, ნუ საკმაოდ ისეთი გამცინავი დონეთ, იმიტომ რომ ხა ეს რუსი ექსპერტები და პროპაგანდისტები, ასე ვთქვა, ძალიან სასაცილო მდგომარეობაში არიან და ამას თვითონაც კარგად გრძნობენ, იმიტომ იძულებული არიან ისაუბრონ იმაზე, რისით თვითონ არ ჯერავთ ახლა. აი მაგალითად ახლა ზელენსკი ყოველ იმაზე დარბის ფრონტის ხაზზე, ხო? ეს ბუდანოვი ვერ აღმოაჩენს არც ერთი ისა რა ქვია, არც ერთი მცდელობა არ ყოფილა, რომ მოწინააღმდეგის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაუშვათ სამთავრობო ინფრასტრუქტურა დაზიანებულიყო, ან ვინმეზე ზიანი მიეყენებინათ. ახლა ეს რას ნიშნავს? ეს რას ნიშნავს და ამაზე ხო თქვა იმან რაგვარი იყო ეს წინა პრემიერ-მინისტრი ისრაელის, რომ ამაზე მოლაპარაკება იყო ჩვეულებრივი. რომ არ დავაწყოთ, ხო, არ დავაწყოთ, კი ბატონო. ამ დროს შექმნილია იქ ოქტაგონი, მაშინ დონბასში, ერთი წუთი წარმოვიდგინოთ რეალური ვითარება, ხო? ეს დონბასი და ეს დნეპრის აქეთა მხარე, აღმოსავლეთ მხარე, გადაქცეული არის, იქ არის მიმდინარეობს ხოცვა-ჟლეტვა და ინფრასტრუქტურის და საცხოვრებლების განადგურება მთლიანი, ხო? და ამ დროს ლოჯისტიკა
რომლის მთავარი შემადგენელი არის დნებრზე არსებული ხიდები და ოდესის პორტი, ლოჯისტიკა მთელი 4 წლის მანძილზე არ ზიანდებოდა. ანუ არც ერთ ხიდზე არ მომხდარა დარტყმა. როდესაც ერთ რუს ექსპერტს ვკითხე, კი მაგრამ ხა თქვენ მართლა გჯერავთ, რომ ეს ომი მიმდინარეობს სამხედრო მიზანშეწონილობის მიხედვით და რომ ეს არ არის რაღაც გარკვეული უფრო მაღალი, რა ქვია, მაღალ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელება და უშუალოდ რომელსაც არავითარი შეხება არ აქვს ხალხების ინტერესებთან, სახელმწიფოების ინტერესებთან. არც ერთი ეს ხიდი არ არის განადგურებული დაუშვათ, ხო? ეს რა თქვენ გონიათ რომ უკრაინის ხელმძღვანელობა მარიცის შესანიშნავად იცის ფოთაშორის. უკრაინელებთანაც ჰქონდა მსჯელობა და როდესაც ახლა ისინი ძალიან ისე არიან, ახლა იმ პოზიციაში არიან, რომ აი თავზე დაგვესხნენ გასაგებია, მაგრამ შევახსენებ მაგ ერთ-ერთი რელიგიური ავტორიტეტის ნათქვამს, რომ ჩვენ რუსებს გავყოფთ ორად. ერთ-ერთ მხარეს დავარწმუნებთ, რომ მათ თავ დაესხნენ და მეორე მხარეს დავარწმუნებთ, რომ ისინი ბრუნებენ თავისას. და აი ეს ვითარება არის. არის ეს საშინელი პროცესი რა შედეგებამდე მივა, იმედი მაქვს, რომ ამ ეს ხალხები გააცნობიერებენ ამას და თავიანთ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეგრეთ წოდებულს მოსთხოვენ პასუხს იმ საშინელი მათამკვლელი ომის გამო, რომელიც მათ გააჩაღეს. ამავე დროს ახლა ეს საოცარი პროცესი გადმოედო, რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანასაც, სადაც ხალხი გააფანატეს, ესე იგი, რომ ნაწილი იმათ უჭერს ხარს, ნაწილი ამათ უჭერს ხარს და არის ერთმანეთში და ლამის ერთმანეთს დაერიონ. რამდენი წელია უკვე ეს პროცესი მიმდინარეობს და ნაწილმა ისინი ჩაერთი მხარე მსხვერპლად ჩატარა, ჩათვალა მეორე აგრესორად და ჩვეულებრივი იმ აგრესორს კიდე სხვების აგრესიის მსხვერპლად თვლიან და ასე შემდეგ რა. მაგრამ ეს პროცესი რა მინდა ვთქვა, კიდე ერთი რამ უნდა ითქვას, ამაზეც ძალიან საინტერესო კვლევა გვაქვს მე და ბატონ თამას, რომ აქტიურად ეს კორპორატოკრატიისა და გარკვეული საიდუმლო ორგანიზაციებისა და კორპორატოკრატიის შერწყმის შედეგად მივიღეთ ჩვენს პლანეტაზე სუპერძალა, რომელიც ამ გეოპოლიტიკურ აქტორებს ერთგვარ ასე უყურებს როგორც ერთგვარ გეოპოლიტიკურ ცხოველებს გეოპოლიტიკურ ზოოპარკში. სადაც აი გინახავთ იმაში კრუგერის პარკში, რომ ხელზე იმითი დარბიან ცხოველები და უღებენ მერე დრონებით მათ ნადირობას და ქცევას. აი დაახლოებით ასეთი სურათია. ესეც უნდა ითქვას. ეს ძალიან საინტერესო ამბავია. ახლა შევხედოთ ვინ მონაწილეობს იგივე იმაში რა ქვია, მოლაპარაკებებში, ხო? და ნათლად გამოჩნდება რომელი ძალაა გადამწყვეტი და ვისი ინტერესები ხორციელდება, ხო? იგივე ვიტკოფი, კუშნერი, კირილ დიმიტრიევი, ვინ არიან ესენი? მანამდე ის იყო აბრამოვიჩი, ხო? ალბათ გვახსოვს. და ეს ვითარება არის სამწუხაროდ. და ეს მითიური ხაზარია, როგორც ჩანს, არც ისე მითიური ყოფილა, ანუ იმ უკრაინის ტერიტორიაზე, თუ არ ვიცი იმას რა დაექმნება უახლოს მომავალში, ისიც არ ვიცი უახლოს მომავალი იქნება თუ არა. რატოთ იქნება თუ არა, ეს ცალკე საკითხია, მე ვამბობ იმას, რომ ეს პროექტი, ანუ ჩვენ უნდა უყურებდეთ სხვადასხვა პროექტების ბრძოლის პროცესს. ანუ აქ ისე არ არის, რომ ერთმა ძალამ დაუშვათ გაიმარჯვოს, თუნდაც იმან, ვინც როგორც გეოპოლიტიკურ ზოოპარკს უყურებს ამ მსოფლიო პოლიტიკურ პროცესს, ხო? ეს არ არის გარანტირებული, რომ ასე იქნება, დიახ, ხომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ცვლილებებია, რა კომპონენტებია ამ ბრძოლაში და დაუშვათ რაღაც გარკვეული პროგნოზირების საშუალება გვეძლევა მერე. თუმცა ახლა ვისაც გონია რომ მომავალი იცის, ის არ არის თქვა სერიოზული ადამიანი. თუ დაუშვათ მართლა განხორციელდა ვიტკოფის და კუშნერის ვიზიტი. შესაძლოა, ხო? არ არის გამორიცხული. შესაძლოა, რა თქმა უნდა. ეს იქნება, მე მგონი, მე უკვე თვლაც სამერია, მე მგონი მე-6 თუ მე-7 ჩასვლა იქნება. ვიტკოფის მესამე, ესა კუშნერის მეორე და ნუ ვიტკოფის აღარც მახსოვს რამდენი და
ძირითადი მესიჯები ჩვენ ვიცით ახლა რომ რაღაცა кейს არავინ გვაძლევს საკითხავად, მაგრამ აი საერთო სურათიდან ლაპარაკი მიდის როგორ ფიქრობ გეოპოლიტიკურ ზონაზე, კონკრეტულად უკრაინაზე, თუ შესაძლოა იქ ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთ კავკასია და ასე ამ დაგვარი იყოს. თუ ეს ძალიან მეამიტორი შეკითხვა, იმიტომ რომ იმათ შეიძლება კიდე ბევრი ვიზიტი განახორციელონ და მერე გავიგოთ რაღაცა. რა თქმა უნდა, იქ არა მარტო ამ საკითხებზე მიდის ლაპარაკი, აქ მიდის მთელ კომპლექსზე საკითხების საუბარი, სადაც უკრაინა ერთ-ერთი თავარია, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ-ერთია. ერთ-ერთი და საუბარი მიდის იგივე დაუშვათ გლობალური ენერგეტიკული ბაზრების საკითხზე, მაგალითად მიდის. სადაც მაგალითად იგივე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ატომოტივდება ხოლმე, ხო? ამ მაშინ მოლაპარაკებების შემდეგ აუცილებლად ამაზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ის არის ამ საკითხების შემადგენელი ნაწილი, ხო? აქ საუბარი მიდის გლობალური ფინანსების საკითხზე. ანუ როგორ უნდა მოხდეს ისე რომ აი ერთ კონტინუუმში ვართ, აი ჩვენ რო წარმოვიდგინოთ მთელი ეს პლანეტა, ხო? ერთ ფინანსურ ეკონომიკურ სივრცეში ვართ, ხო? აი როგორც არ უნდა ვისაუბროთ ახლა ჩვენ იმაზე დედოლარიზაცია მიდის, ბრიქსის ვალუტა, მაინც დოლარი როგორც გლობალური ეკონომიკის, ესე ვთქვათ, ნივთიერებათა ცვლის კოდი კვლავ შეუცვლელია, ხომ ასეა? იგივე დაუშვათ ისინი, ვინც ლაპარაკობენ დედოლარიზაციაზე, კვლავ თავიანთ ეკონომიკას თვლიან დოლარებში. ხომ ასეა? ხარჯებსაც დოლარებში თვლიან და ასე შემდეგ. ნოდარ კაპანაძემ ამიხსნა მარტივად ერთ-ერთ პოდკასტში, რომ ორი სახელმწიფო ერთმანეთს რაღაცაზე რო ევაჭრებიანო და თანხაზე უნდათო შეთანხმდნენ. ორივე ეხება საერთაშორისო ბირჟაზე და დოლარის კურსს უყურებენ და აი მარტივად ამიხსნა. აი ხტები ახლა. მარტივია ეგა. ბრიქსი და შოსი რამდენად ამორფულია, აი კონკრეტიკა ეს არისო. იგივე პუტინი რო ლაპარაკობს რაში ანგარიშობს, მუდმივად ხო ლაპარაკობს ხოლმე, ამდენი დოლარია გახდა ჩვენსა და ჩინეთს შორის, ესე იგი ვაჭრობის მოცულობა არის გახდა 260 მილიარდი დოლარი. აჰა. ხო, ვისაუბროთ. იენს ხო არ ამბობს ან მონღოლურ ტუგრიკს ან იენს ხო არ ამბობს დოლარს არ ამბობს, ხო. შესაბამისად ახლა ამავე დროს ძალიან ესე სიამის ტყუპები, რომელიც ერთმანეთს ეჩხუბებიან, აი ამას ყავს ესე იგი დღევანდელი ეს გეოპოლიტიკური დაპირისპირება, ხო? ერთ კონტინუუმში ვართ, ხო? და თვითგანადგურების რეჟიმები ირთვება პერიოდულად, რომ ხდება ისე. ახლა საუბარია ხო ამ გლობალურ ფინანსურ საკითხებზე, ხო, ამაზე საუბარი, გლობალურ უსაფრთხოების საკითხებზე, ხო? იგივე ახლა ამ ორ სახელმწიფოს და მესამე წემატება კიდე აქვს განადგურების პოტენციალი დაგროვილი, რომელიც გარანტირებულია ყველასთვის. თუ ესე იგი რამე მოხდა, გარანტირებულად ნადგურდება ცივილიზაცია, ხო? ამაზეც არის საუბრები და აი ეს უკრაინის საკითხი ამაში არის, ესე იგი როგორც ესე იგი ადახში იმაში. ჩასმული იშაშვილის ლექსში როა. ხო და სოსო ასევე ამონარიდი ვნახე შენს გეტო და Georgian Times-ის Facebook გვერდზე იყო ცალკე ქონდა საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურების ჯახზე. და მე ვიცი რომ ბრიტანელები ფლობენ სოფლიო ოფშორული ცენტრების აბსოლუტურ უმრავლესობას და ესეც რო განმარტო აი ეს ჯახი რა არის და რამდენად ამერიკა შეძლებს რომ დაუშვათ გაუნახევროს მაინც ლონდონ სიტის ეს ოფშორული ზონები, საიდანაც ფაქტობრივად იმართება ყველა კონფლიქტი, როგორც ირკვევა დრო და დრო. არა მარტო კონფლიქტი იმართება, არამედ ეს არის გლობალური კორუფციის კონტროლის ცენტრები. მოდი ესე ვთქვათ, აი მაგალითად ეგ უბრალოდ განმარტებაა, ხო? კი ბატონო, ახლა ეგ როგორ არის რომ აი მაგალითად ავიღოთ რომელიმე ქვეყანა ახლა დავასახელებ. აქ მნიშვნელობა.
და იქ ხელისუფლება როგორც წესი აგროვებს ფულს, რომელიც რაღაც უნდა წაიღოს, ხო? შეინახოს ასე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ახლა მხოლოდ ოცნებებში გვაქვს ისეთი ხელისუფლებები აბსოლუტურ უმრავლესობას ქვეყნების, სადაც არც კორუფციაა და არც ხელისუფლებები არ აგროვებენ გარკვეულ ფინანსურ შესაძლებლობებს არ იხვეჭენ ესე. ეს მოხვეჭილი ფინანსები უნებრივია მუთაკებში ვერ წავა, ეს მოცულობითაც ძალიან დიდია, თუმცა ახლა მოგეხსენებათ, რომ ისეთი საოცარი ფაქტები ხდება ჩვენ ამ შენახვაზე ვლაპარაკობ, ჩინეთში 13 ტონა ოქრო და ასე 34 მილიარდი დოლარი ამოუღეს ერთ-ერთი 3 მილიონიანი ქალაქის ყოფილ მერს. როგორ 34 მილიარდი დოლარი და 34 მილიარდი ეს. დიახ. ჩინეთში. სადაც დახვრეტა მე მგონი ხო მაგ საქმე დახვრეტა ის დარწმუნებული ვარ გარკვეული დიდი დიდი კორუფციული სქემების იყო რა ქვია ცენტრი იყო იქ და ეთქობა რა ვერ გაიყვეს და მოკლედ იქ სხვანაირი პოლიტიკური საკითხი იყო უფრო მაგრამ ფაქტი ეს არის ხო და ეს თანხები არის ამ ოფშორებში რომელსაც აკონტროლებს Mi-6 შესაბამისად ეს ხსნის იმ უცნაურ მორჩილებას რომელსაც იჩენენ ხოლმე გარკვეული ქვეყნების ხელისუფლებები იმ პროექტების მიმართ რომელსაც ახორციელებენ ეს გლობალური ძალის ცენტრი რომელსაც ახორციელებს ვერავინ ვერ გებულობს რა მექანიზმებით ხდება ამ ხელისუფლებების მორჩილებაში მოყვანა. სწორედ ამ მექანიზმებით ხდება, სადაც არის განძი შენი, იქ არის გული შენია, ხო? იქ არის გული. ხო და გარდა ამისა, ეს დაკავშირებულია გარკვეულ კომპრომატებთანაც. მოახსოვს ის, ქვია, Snowden-ის და იმის WikiLeaks-ის გამოქვეყნებული ისინი ინფორმაციები, სადაც ამაზე მთელი ტომები იყო. იჩქმალა. და იქ ფიგურირებდნენ მთელი რიგი, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნების მმართველი ელიტების წარმომადგენლები. ახლა შეერთებულ შტატებს ხადია ამ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაციას ეს საკითხები აწუხებს. რა ღონისძიებებს მიმართავენ და როგორ შეიძლება რომ გლობალური კორუფციული ქსელის ესე ვთქვათ წინააღმდეგ რაღაც დაიგეგმოს ღონისძიებები, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. რამდენად არის ეს შესაძლებელი ამ არსებული ცივილიზაციის პირობებში ეგეც ისე რომ არ მოხდეს ძალიან სერიოზული გლობალური დემონტაჟი ამ სისტემების ესეც კითხვაა და რას გამოიწვევს ეს დემონტაჟი კიდე მეორე საკითხია, ასე ვთქვათ. მაგრამ ტრამპი ხშირად საუბრობს ამაზე. თუმცა მე მაგალითად ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი ამის მიმართ, იმიტომ რომ კარგად მესმის რამდენი ძალა ამაში ჩართული და რა შესაძლებლობები აქვთ მათ. ანუ შესაძლოა ტრამპი ვერც ვერაფერს ვერ გახდეს, ხო? კი ბატონო. და ჩვენი საუბრის ბატონო? მოსალოდნელი ასეა. და ჩვენი საუბრის ბოლოსკენ ამაზე ესმინდოდა შენთვის მეკითხა და ზუსტად საუბარმაც იქითკენ მივიყვანა. პოლიტიკური ამერიკაში დემოკრატებს უჭირავთ ესეთი პოზიცია. ეხლა დღის წესრიგში თვის ბოლომდე თუ არ მიიღეს ბიუჯეტი, კვლავ შატდაუნია. ეს შატდაუნი არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება. ასევე ჩრდილოეთ შტატები, კერძოდ მინესოტა. და იქ ფაქტობრივად რეაქციონერი ხელისუფლება, წინვალცი, ანუ გუბერნატორი ვინც არის. პარალელურად დემოკრატიულ შტატებში არ დამორჩილება ფედერალური კანონების. ასევე უზენაეს სასამართლოს მიერ დღის წესრიგში მიყვანილი საქმე
ცნოს თუ არა სამართლიანად ტრამპის ტარიფები საკითხი. და აი ეს ყველაფერი კრებსითად მიდის იქითკენ, როგორც ამბობენ აქ ამერიკაში, რომ როგორმე უნდათ კონგრესის არჩევნებამდე მიიყვანონ ეს პროცესი, რომ შემდეგ ტრამპი დამარცხდეს იქ. ტრამპი რა რესპუბლიკელებმა დაკარგონ ქვედა პალატა, რაც ავტომატურად გამოიწვევს მისი ყველა ინიციატივის უცოტა დაბლოკვას ან გადადებას. სენატში ხომ იცით, ეხლა მორიგი საკითხი იყო და ჯეიდი ვენსის ხმამ გადაწონა, თორე იქაც ძალიან მყიფეთ არის. კი. და აი აქედან გამომდინარე, სოსო. რუსებს ეგეთი ისეთი ძალიან კარგი განმარტება მიწეს, რომ მთელი მსოფლიო აკეთებსო და ელოდება იმას პირისიძეც ტრამპა. აი ვიზეც ვისაუბრეთ ჩვენ. ხო, ეს ნაწილი. იმიტომ რომ 28 წლამდე აღარ დარჩა, უკვე 26-ში შევედით, ხო? წარმოიდგინე, კონგრესში გაჯანჯლება და მე 28 რა, იქვე არის. მით უმეტეს ჩვენ ვიცით, რომ ბოლო 1 წელი პოლიტიკისთვის არავის არ ცხელა, ყველა არის დაკავებული იმით წინასაარჩევნო კამპანიებით. როგორ ფიქრობ, სოსო, არის ეს რეალობა, რომ წაიქცეს ეს სისტემა ნახევარგზაზე? აი მე რა მოხდება? როგორ ფიქრობ? რაც ეს ვისაუბრეთ ის ხდება, ანუ მიმდინარეობს აი ამ გლობალურ ანუ პირისიძეც გამოვა, აი იმ სიტუაციიდან გამომდინარე. ბატონო? პირისიძეც, ანუ ტრამპის მონელება შესაძლებელია? თუ აი ეგრეა, ან გამოვა ან არა? ტრამპის მონელებაზე არ არის, მან საუბარია იმაზე, რაზეც ტრამპმა გააფრთხილა თავის ცნობილ გამოსვლაში რესპუბლიკელები, ხო, მაის ტრანსგენდერებზე რო ლაპარაკობდა და სხვა ესეთი ხუმრობდა და ასე თქვა ძალიან უცნაურად ჟესტიკულირებდა, ხომ გვახსოვს ეს გამოსვლა? მან თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვერ მოვიგებთ შუალედურ არჩევნებს, ისინი მე იმპიჩმენტს მომიწყობენ. მოუწყობენ აუცილებლად, იმიტომ რომ თუ მოახერხებენ გამარჯვებას და გამარჯვების მიღებისთვის ჭირდება ტრამპის სრული დისკრედიტაცია, ისტორიული ანტირეკორდებს აღწევს, ხო? ვნახეთ იგივე დაუშვათ გელაპის გამოკითხვით, ხარდაჭერის რეიტინგი მისი არის 36%. ძალიან დაბალია. ბაიდენის იყო 35%, 35 ისტორიული ანტირეკორდი იყო. შესაბამისად ახლა მას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა უამრავმა რამემ ეპსტეინის საკითხმა და მათ შორის და ასე შემდეგ და თვითონ მისმა ქცევამაც სხვათა შორის. იქიდან გამომდინარე თუ დემოკრატები და ამგარი ძალები მაქსიმალურად გაამწვავებენ სიტუაციას შტატებში. მაქსიმალურად გაამწვავებენ, რომ მათ უკან დასახევი გზა არ აქვთ. და ეს ბრძოლა არ გაჩერდება. და ეს შიდა პოლიტიკა და გარე პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან და ამის გაყოფა, არასწორია ერთმანეთისგან გაყოფა და ნათლად ხედავთ ჩვენ და ეს კონკრეტულად აისახება ყველა იმ გეგმაზე და ყველა იმ პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს სოფლიოში. რა შეეხება ახლა რამდენად შესაძლებელი იქნება რესტავრაცია იმ ტრენდების, რომელიც ტრამპის მოსვლის შემდეგ თითქოს უნდა დამარხულიყო, ასე ვთქვათ. ეს მეორე საკითხია. აქ ძალიან სერიოზულ გამწვავებას უნდა ველოდოთ, იმიტომ რომ თამასა ძალიან მაღლა არის აწეული. თან თუ უზენაესმა სასამართლომ მართლა ცნო, რომ სატარიფო პოლიტიკა კანონდარღვევით იყო წარმოებული, ამერიკელებს მოუწევთ თანხის დაბრუნება. და ეს არის კოლოსალური თანხები, ბოლოდ აღარ ვთვლი, იმიტომ რომ ლაპარაკი არის ტრილიონებზე, მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე ამას. კონკრეტულად. და მოკლედ იქნება ძალიან არასტაბილური ვითარება. და ბოლოს ტრადიციულად საქართველოს ჩვენ ვიჭირავს ჩემი აზრით, მე მგონი ალბათ ყველაზე გამართლებული მდგომარეობა
ისე რა, რომ სიმშვიდეს სიწყნარში და თვალი ვადევნოთ მოვლენებს და ვიმოქმედოთ მოვლენების შესაბამისად. როგორ ფიქრობ საქართველოს? საქართველოში ჩვენ დიდი ის არა გვაქვს გეოპოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის საშუალება არა გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს გვიდგას ესეთი ასე ვთქვათ ულტიმატუმი, ისტორიული ულტიმატუმი. შეუძლებთ თუ არა ჩვენ აქ გარკვეული პოლიტიკური მენტალური კონსენსუსების მოძებნას იმის შესახებ, რომ არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავხდეთ დაპირისპირების ობიექტი და ჩვენგან არ უნდა მოდიოდეს ასეთი დაპირისპირების ვიბრაციები, ასე. შეიძლება გამოყენებული იქნას ეს სიტყვები და არ უნდა ავყვეთ და უნდა დავბრძენდეთ და ვისწავლოთ ის, რომ ჩვენში არსებობს ის მენტალიზმის ნარატიული ომების ტექნოლოგიები, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში, ხომ? მიმართულია იქითკენ, რომ ეს ჩვენი ქვეყანა გადანაწილებული იქნეს გეოპოლიტიკური ინტერესანტების მიერ, ასე ვთქვათ. ანუ შეუძლებთ თუ არა ჩვენი ცნობიერების ამ დონეზე გაზრდას, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ახლა 2x2 4-ია, ხო? ახლა ჩვენ ხო გვახსოვს კინაღამ ამ უკრაინის ომის დროს ამდენი ხალხი, რამდენი ძალისხმევა დავჭირდა იმ ადამიანების გადარწმუნებაში, რომ არავითარ შემთხვევაში ამას ჩარევა არ შეიძლება, რომ ეს ომი არ არის დაუშვათ იქ ომი მსხვერპლსა და იმას თავდასხმას შორის აქ სხვა კანონებია საჭართო, სხვა ძალებია ჩართული და სხვა ცინიზმი ახასიათებს ამ ომს და აქ ჩარევა უბრალოდ სისულელი და სიგიჟეა, ხომ? ეს გარკვეული ნაწილი ხალხის ამაში დარწმუნდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ტრენდებისადმი აყოლის ჩვევა და ესე ვთქვათ მორჩილება ამ ტრენდებისადმი ერთგვარი მე მიმაჩნია რომ უდიდესი პრობლემაა, იმიტომ რომ ავიხსენოთ ახლა რომ ჩამოვთვალო ათობით მაგალითი მახსოვს და ესეთი ხბოს ახტაცებით ეგებებოდა ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ახალ და ახალ ტრენდებს. იგივე ახლა ბოლო ირანის ის იყო, ბრიტანული და ამერიკული ფსიქოლოგიური ომების და ისრაელის ფსიქოლოგიური ომების ოპერაციები ტარდებოდა, მათ შორის აქაც და აქ ესე იგი უკვე ლამის გამოაცხადა ეგერ მაგალითად ერთ-ერთმა მთავარმა მაგალითად თავის გვერდზე რომ 52000 ირანელი დახოცეს და ხალხი იყო გაღზნებული ამ იმითი რა ქვია. ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ხშირად ვიდეოების და ასე შემდეგ და ამგვარები. ანუ მე რა მინდა ვთქვა რომ თუ ნაკლებად დავექვემდებარებით ამ დამანგრეველ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას დაუშვათ, ხომ? და საინფორმაციო ომების ტექნოლოგიებს ჩვენ გვაქვს შანსი რომ ამ გეოპოლიტიკური თავპირისპირებიდან ასე ვთქვათ მთელი გამოვიდეთ და რაციონალურად წარმართოთ ჩვენი საგარეო და საშინაო პოლიტიკა. ეს შესაძლებელია. მაგრამ შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მივალთ გარკვეულ კონსენსუსებამდე, რომ რაღაცები არ შეიძლება, რაღაცები ეს კარგია ჩვენთვის, ეს ცუდია. არ არის საჭირო დაუშვათ იქ შეყო თავი, სადაც არავინ არ გელოდება და იქ დამღუპველი იქნება. აი ეს შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ, ეს რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ეს არის და ბევრი რაღაცა დაუშვათ ეს, თუმცა ეს არაფრის გარანტიას არ იძლევა. ეს უბრალოდ ხსნის შესაძლებლობას, რომ საქართველოს გადაიქცეს გარკვეულ შვიდობიან წერტილად ამ რეგიონში. ერთგვარ ხაბად, სატრანსპორტო ხაბი ისედაც არის, ფინანსური ხაბით შეიძლება, ეკონომიკური ხაბით შეიძლება საქართველოს ტურისტული და ასე შემდეგ და ამგვარები ჩვენ შეიძლება რომ ეს
პერსპექტივა დაგვიჩნდეს იმ შემთხვევაში თუ იქნება ის რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ. თუ მივახცევთ ცნობიერების იმ მდგომარეობას. დიდი მადლობა სოსო ამ საინტერესო საუბრისთვის და კიდევ ერთხელ ისმის ჩემი თქმა. კი. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და გემშვიდობები მრავალ ბედნიერ დღესასწაულს. ასევე, კაი ხარ.